საქართველოს ფარიკაობის ფედერაციის ორგანიზებითა და ქუთაისის მერიის მხარდაჭერით ქუთაისის სპორტის სასახლე ფარიკაობაში საქართველოს სპორტის დამსახურებული მწვრთნელის გალაქტიონ ჩიქოვანის სახელობის საერთაშორისო ტურნირს მასპინძლობს. ტურნირი სამივე სახეობაში დაშნა, ხმალსა და რაპირაში ტარდება. მოხარულია რომ ეს კარგი ლამაზი ღონისძიება ტარდება აქ. ქუთაისის მერიის დახმარებითა და მის სპონსორობით და უამრავი კარგი რამე კეთება ამ ფარიკაობის განვითარებისათვის. შემიძლია გითხრათ, რომ ძალიან კარგი სპორტსმენები ყავთ ქუთაისაც. ბოლოს და ბოლოს სოფლიოში პირველი ხმალი ყავთ სანდრო ბაზაძე და ძალიან ბევრი კარგი არის გაკეთებული. ბევრი კაი მოფარიკაოები და საქართველოს ნაკრების წევრები ყოველთვის აქედან მოდიოდნენ ხოლმე საერთოდ. როცა მე ფარიკაობდი მაშინაც და ეხლაც და ძალიან მიხარია რომ ესეთი კარგი დახმარებას უწევს, რა ქვია, მერია თუ სახელმწიფო აქაურ ამ სპორტის განვითარებას. რაც შეეხება კიდე ჩვენი ფედერაციას ყოველთვის მადლობელია და ჩვენც ვცდილობთ ხოლმე რომ განვავითაროთ ეს ფარიკაობა, ისე როგორც წესდარიგა, ჩვენც ვეხმარებით ანალოგიურად ამას. ეხლა როგორც მერა ბაზაძე არის ჩვენთან ფარიკაობის ფედერაციის პრეზიდენტი, მის სახელით გეტყვით რომ ჩვენ ყოველთვის გვერდში ვდგავართ აქაურ ფედერაციას. ესეთი შეჯიბრებები არის ძალიან მნიშვნელოვანი, იმიტომ რომ ესეთ შეჯიბრებებზე ყალიბდებიან და იზრდებიან ახალი თაობა. დადის დრო და მე როგორ დიდი მოფარიკაოები ხდებიან. ამის გარეშე გამორიცხული არის. ეხლა ჩვენი მოზმე რესპუბლიკებიც ვინც არიან ჩვენგანაც ცდილობენ აქ ჩამოვიდნენ ხოლმე. ქუთაისში ტრადიციულად ტარდება რიგით მე-16 საქართველოს სპორტის დამსახურებული მწვრთნელის ბატონი გალაქტიონ ჩიქოვანის ხსოვნისადმი მიძღვნილი საერთაშორისო ტურნირი, რომელიცაც ატარებს ქალაქ ქუთაისის მერია ტრადიციულად ფედერაციასთან ერთად, საქართველოს ფარიკაობის ფედერაციასთან ერთად. ეს შეჯიბრი არის ტრადიციული, ჩამოდის 2-3 ქვეყანა, ეხლა ჩამოსულები არიან სომხები, სასომხეთიდან, თურქეთის გუნდი უნდა ჩამოსულიყო და რაღაც მოხდა იქ გზასთან დაკავშირებით და ვერ ჩამოვიდნენ. ასე რომ შეჯიბრება მიმდინარეობს ძალიან კარგად. გუშინ მქონდა ხმლით ფარიკაობაში, დღეს რაპირა და ხვალე დასასრული იქნება დაშნით ფარიკაობაში. დღეს გავიმარჯვენ, ძალიან ყვაყოფილი ვარ, ძალიან კაი შეჯიბრი იყო და იმედი მაქვს კიდე ძალიან ბევრი შეჯიბრები ჩატარდება და ტარობაში ეხლა ვარ მერვე კლასში და მესამე კლასში ვიყავი, ჩემმა დედამ შემოთავაზა რომ ფარიკაობაზე შედიოდა და გაინტერესდებაო და მართლაც დამაინტერესა და ეხლა უკვე მეხუთე წელია, გავდივარ ფარიკაობაში. ჩემთვის ფარიკაობა ნიშნავს დიდ წარმატებას და ერთი წელია რაც დავდივარ ფარიკაობაზე. ძალიან მაინტერესებდა ზოგადად პერიოდები, ომის პერიოდები, რომ ხან როგორი იყო ან რასაკეთებდნენ და მომინდა რომ მე ჩავსულიყავი ფარიკაობაზე და მივამსგავსე ომს ფარიკაობა. ეხლა ეს ერთი წელი როგორი არის? რა მოაჩინე ამ ერთი წლის განმავლობაში? ნამდვილად მინდა და ფარიკაობაზე შესვლა და ძალიან კარგად გავამდის ფარიკაობა.